ქართული რაგბის არსებობის მანძილზე ბევრი მუდმივი მეტოქე შევიძინეთ. ზოგი იოლია და ყოველთვის ადვილად უგებთ, ზოგი მრისხანე და ზოგი უხერხული. ამად გარდა არსებობს ესპანეთი, რომელიც ალბათ ერთად ასის ყველაზე გაუგებარი და ამოუცნობი გუნდია. ესპანეთის ნაკრებს შეიძლება 60 ქულა მოუგო, მაგრამ მომდევნო წელს სათანადოდ არ დააფასო და გაგიჭირდეს. ან სულაც დამარცხდა ისე როგორც 4 წლის წინ მილტონ ჰეიგის სანაკრებო დებიუტისას მოხდა. მოკლედ ეს გაუგებარი ესპანეთი რაგბი ევროპის მესამე ტურში სათამაშოდ თბილისს ესტუმრა. ზურგს უკან რუმინეთთან და რუსეთთან კარგად ჩატარებული თამაშები ჰქონდა, თუმცა წარმატების დიდი იმედი ჰქონოდეთ, ნამდვილად არ ეტყობოდათ. წინა ორ თამაშში წარმატების მიღწევა შეგვეძლო, მაგრამ მცირე დეტალებში ჩავიჭერით და მოგება ხელიდან გავუშვით. რუსეთთან ბოლო წუთი ვერ გავძელით. რუმინეთთან ვიგებდით და ბოლო 10-15 წუთში შემოგვიტრიალეს. სადღაც ბოჭვა გავაცუდეთ, სადღაც კიდევ რაღაც დავაკელით და რაგბი მეტი არაფერია. წელს ჩვენი მიზანი გუნდის შეთამაშება და ახალი სახეების გამოცდაა. სატურნირო თვალსაზრისით მესამე ადგილი მაქსიმუმი იქნება. რეალურად კი ალბათ მეოთხეზე გავალთ. პირველ რიგში საქართველოს ულოცავ მსოფლიოს თასზე კარგად გამოსვლას და მომდევნო ტურნირზე ავტომატურ კვალიფიკაციას. ეს მთელი ევროპული რაგბისთვის კარგი ამბავია. ჩვენი მიზანით საბოლოო ჯამში იაპონიაში მოხვედრა და გუნდის მშენებლობას ახლავე ვიწყებთ. ბევრი თანაბარი დონის მორაგბე გვყავს და ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი გამოვცადოთ, რადგან მომავალ ციკლში უკვე მსოფლიოს საგზურისთვის ვიბრძოლოთ. ლომები მართლაც გვარიანად გადახალისებული შემადგენლობით ჩამოვიდნენ. ნაკრებს 4 დებიუტანტი ჩამოხვა. უკანა ხაზალების ნაწილი კი 7 კაცა ნაკრებში გამოიძახეს. ამ პირობებში ბორჯღალოსნებთან მოგებაზე სერიოზულად ფიქრი, რა თქმა უნდა, ფანტასტიკის სფერო იყო. სტუმრებსაც ეტყობოდათ ამ ხრივ ყოველგვარი წნეხი მოხსნილი ჰქონდათ. მატჩი მოლოდინისამებრ ქართველთა შეტევებით დაიწყო და მილტონ ჰეიგის წინა სამატჩო დაპირება აქცენტს უკანა ხაზალებზე გავაკეთებთო ახდა. ბორჯღალოსნები აშკარად წინა მატჩებისგან განსხვავებულ რაგბის თამაშობდნენ, რასაც მეტოქის ხაზის ხშირი გაჭრაც მოჰყვებოდა ხოლმე. ქართველთა პირველი ორი ლოლო საჯარიმო გამოდგა. სტუმრებს წესების დარღვევის გარეშე ჩვენებურთა შეჩერება აშკარად უჭირდათ, რის გამოც კაცნაკლულებიც ორჯერ დარჩნენ. მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენს ლოლოებს შორის ერთი თავადაც გაიტანეს. ამბავი კვირიკაშვილის შეცდომას მოჰყვა. ქართველთა ფულბეკმა შეტევაში ცუდი პასი გაუშვა და ხულენ გოიამ შანსი გამოიყენა. მასპინძლებმა ტაიმის ბოლომდე მეტოქე კიდევ ერთხელ დაალელოვეს. ამჯერად ხაზი თოდუამ გაჭრა. მეორე ტაიმის სტუმრებმა მედგრად დაიწყეს და 10-ოდე წუთი წინააღმდეგობასაც გვიწევდნენ. ერთ მომენტში გოიას მეორე ლოლოს დადების შანსი ჰქონდა, მაგრამ კვირიკაშვილის დროულმა ჩარევამ გვიხსნა. ცოტა ხანში მეკომ უკვე თავად შეუტია, კარგად და პირველ ტაიმში დაშვებული შეცდომა 100%-ით გამოისყიდა. განსაკუთრებული აღნიშნვის ღირსი მეხუთე ლოლო გახდა. ის რაც თაზომ ჭედლიძემ გააკეთა მომავალი თაობის მორაგბეებს ძილის წინ უნდა აყურებინა. ისე როგორ იქნებოდა ამდენი ლელოდან ერთი მაინც არ ყოფილიყო კურიოზული. ესპანელებს საკუთარი 22-დან გამოტანისას ბურთი აეჭრათ. კაჭარავად საჭირო დროს და ადგილას აღმოჩნდა და საკალათბურთო სლემდანკით დაამიცა. 38-7 საქართველოს სასარგებლოდ. მატჩის ბოლომდე კიდევ ერთი აღსანიშნავი რამ მოხდა. 72 წუთზე პირველი სანაკრებო კეპი მოიხვეჭა ნოდარ ჭეიშვილმა, რომელმაც მეორე ხაზში გიორგი ჩხაიძე შეცვალა. საქართველო უფრო სწრაფი და ძლიერი იყო. ჩვენს დღევანდელ მეტოქემდე ბევრი გვიკლია. მაინც ვამაყობ ჩვენი ბიჭებით. 4 დებიუტანტი ყავდა და პირველ მატჩში საქართველოს ეთამაშო ხუმრობა საქმე არ არის. მოკლედ ბორჯღალოსნებმა სრულიად დამსახურებულად მოიგეს. საქართველოს ნაკრებს მომავალი 2 მატჩი მარტში ექნება. 12-ში რუსეთს ვსტუმრობთ, 19-ში კი რუმინეთს მივიღებთ.